ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი ფსიქოლოგისათვის მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, ეგრეთ წოდებული ევოლუციური მიმდინარეობა. ევოლუციური მიმდინარეობა ცდილობს თანამედროვე ფსიქოლოგია ბიოლოგიური მეცნიერებების ძირითად იდეებს, კერძოდ ჩარლზ დარვინის ბუნებრივი შერჩევით გზით ევოლუციის თეორიას დაუკავშიროს. თქვენ ეს თეორია გახსოვთ ალბათ პირველი კურსიდან. ბუნებრივი შერჩევის იდეა გახლავთ ძალიან მარტივი. გარემოსთან ეს შემდეგში მდგომარეობს. გარემოსთან უკეთ შეგუებული ორგანიზმები უკეთეს შთამომავლობას იძლევიან და შესაბამისად გადასცემენ თავის გენებს, ვიდრე ცუდად შეგუებულები, ანუ ადაპტირებულნი. მრავალი თაობის მანძილზე აი ეს ადაპტაციის უნარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და იხვეწებოდა შესაბამისად. ფსიქოლოგიაში ევოლუციური მიმდინარეობა გულისხმობს, რომ როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რათა კონკრეტულ ადაპტაციურ მიზნებს მომსახურებოდა. ანუ ადამიანს შეძლებოდა კონკრეტულ სიტუაციაში ადაპტირება. კვლევარები იმ გარემო პირობებს სწავლობენ, რომელშიც ადამიანის ტვინი განვითარდა. ეს ხომ ადამიანის განვითარების ისტორიის ძალიან დიდი მანძილის განმავლობაში ხო ადამიანები ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად, იყვნენ მიჩვეულნი მცირე ჯგუფებად ცხოვრებას, ნადირობას და შემგროვებლობას. ევოლუციური ფსიქოლოგია ევოლუციური ბიოლოგიის მდიდარ თეორიულ გამოცდილებას იყენებს, აქედან გამომდინარე, რათა ის ცენტრალური ადაპტაციური პრობლემები დაადგინოს, რომლებიც ცოცხალი არსების წინაშე დგას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტაციური პრობლემები გახლავთ. მტაცებლებისა და პარაზიტების თავიდან აცილება, შემდგომ საკვების შეგროვება და გაცვლა საკვებისა, მეწყვილის მოპოვება შემდგომ ეტაპზე, შემდგომ და შენარჩუნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტაციური პრობლემაა ჯანმრთელი ბავშვების გაზრდა. ადაპტაციური პრობლემების დადგენის შემდეგ უკვე ევოლუციური ფსიქოლოგია აკეთებს დასკვნებს იმ ფსიქიკური მექანიზმების და ფსიქოლოგიური ადაპტაციის შესახებ, რომლებიც შეიძლება ამ პრობლემის გადასაჭრელად გაჩენილიყო. ევოლუციური ფსიქოლოგია სხვა მიმართულებებისაგან უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდება, ის არის მისთვის სპეციფიკური, რომ მისი ძირითადი ამხსნელი პრინციპი ევოლუციის უკიდურესად ხანგრძლივი პროცესია. ამ მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ გაიგონ, ვთქვათ, ქალისა და მამაკაცის მიერ აღებული განსხვავებული სქესობრივი როლები, როგორც ევოლუციის და არა როგორც, ვთქვათ, თანამედროვე საზოგადოების გავლენის პროდუქტი. იმის გამო, რომ აი ეს ევოლუციური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ევოლუციის პროცესს ვერ შეცვლიან, მათ უწევთ არაორდინალური გზების ძიება, რათა თეორიის დამამტკიცებელი საბუთები მოიპოვონ, ძალიან ესეთი მყარი საბუთები მოიპოვონ. ამაზე უფრო დაწვრილებით ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი შეხვედრის დროს სემინარზე. ახლა კიდევ ერთი მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ძირითადი მიმდინარეობის შესახებ ფსიქოლოგიაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ბოლო აწლეულების განმავლობაში იკრებს, ესე ვთქვათ, პოპულარობას, გახლავთ კულტურული მიმდინარეობა. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის, მიზეზებისა და შედეგების კროს-კულტურულ სხვაობებს სწავლობენ. ანუ რა განსხვავებაა სხვადასხვა კულტურაში, ვთქვათ, ერთი და იგივე რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემის მიხედვით. კულტურული მიმდინარეობა მნიშვნელოვანი პასუხია, ვთქვათ, იმ კრიტიკაზე, რომელიც არსებობდა ბევრი წლის განმავლობაში, კერძოდ იმ კრიტიკაზე, რომ ფსიქოლოგიური კვლევა ხშირად ძალიან ზედმეტად ემყარება ადამიანის ბუნების გაგების ძალიან დასავლურ კონცეფციას და იკვლევს მხოლოდ, ვთქვათ, თეთრკანიანს,
ან საშუალო კლასის რაღაცა ძალიან განვითარებული ქვეყნის მოსახლეობას. კულტურული ძალების სათანადო გათვალისწინება ერთი და იმავე ერის შიგნით ჯგუფების შედარებასაც გულისხმობს. მაგალითად, კვლევარებმა შეიძლება შეისწავლონ რაიმე აშლილ, ვთქვათ, ფსიქიური აშლილობები, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრკანიან და შავკანიან ამერიკელ მოზარდებში მაგალითად. ეს გახლავთ შიდა კულტურული კვლევები. კულტურული ძალები შეიძლება ასევე შეფასდეს სხვადასხვა ერებში, გახლავთ კროსკულტურალური შედარებები, მაგალითად ძალიან პოპულარული კვლევა გახლავთ მორალური მსჯელობის შედარება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთში. ანუ ერთმანეთს შედარდა თუ მორალურ მსჯელობებს, მორალურ დილემებს, ვთქვათ, როგორც ყვეტენ ეს ორი სხვადასხვა კულტურის მატარებელი ერები. კროსკულტურალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს ძირითადად აინტერესებთ ყველა ადამიანს ეხება არსებული თეორიები, თუ უფრო ვიწრო სპეციფიკურ პოპულაციებს რაიმეს. აი რაღაცა დადგენილი ნორმა ახასიათებს მთლიანად ყველა ადამიანს ეხება ეს, თუ ძალიან სპეციფიკურ პოპულაციებს. კროსკულტურალური მიმდინარეობა ფსიქოლოგიური კვლევის თითქმის ყველა სფეროზე ვრცელდება. მაგალითად, ასეთი შეკითხვები შეიძლება ჰიპოთეზები დაისვას ამ მიმდინარეობის წინაშე და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ იგი ეხება ფსიქოლოგიური კვლევის ყველა სფეროს. ზემოქმედებს თუ არა, ვთქვათ, კულტურა ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაზე. ან განაპირობებს თუ არა ენა სამყაროს აღქმას. ვთქვათ, როგორ ზემოქმედებს კულტურა ბავშვის განვითარებაზე. როგორ ზემოქმედებს კულტურა, როგორ კულტურული განწყობები, ვთქვათ, მოხუცებულობის ასაკის გამოცდილებაზე. ასევე შეიძლება დაისვას შეკითხვა, განაპირობებს კულტურა საკუთარი თავის აღქმას თუ არა. ზემოქმედებს კულტურა იმაზე, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი ემოციებს. არის ამ ემოციის გამოხატვაზე მოქმედებს თუ არა კულტურული თავისებურებები. განაპირობებს თუ არა კულტურა იმას, თუ რა ქცევებს განახორციელებს ინდივიდი ამა თუ იმ გარემო პირობებში. ვთქვათ, კიდევ ზემოქმედებს თუ არა კულტურა იმაზე, თუ რა ზომით, რა დონით განიცდიან ადამიანები ფსიქიკურ აშლილობას სხვადასხვა კულტურებში. ამგვარი კითხვების დასმით კულტურული მიმდინარეობა ხშირად ისეთ დასკვნებს გვაძლევს, რომლებიც სხვა მიმართულებების მიერ წამოყენებულ, ვთქვათ, თეზისებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, მკვლევართა აზრით, ფროიდის თეორიის მრავალი ასპექტი არ მიესადაგება ვენის კულტურისგან შორს მდგომ საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ იგი წარმოშობით უпростоრად ძირითადად მუშაობდა ვენაში და მისი, ესე ვთქვათ, საკვლევი ინდივიდები, ცდისპირები ამ პოპულაციას წარმოადგენდნენ ფროიდისა. ამგვარი იდეა ჯერ კიდევ ანთროპოლოგებმა 1927 წელს გამოაქვეყნეს და ფროიდის მამაზე ცენტრირებული თეორია, მას აქვს ესეთი თეორია, ახალი გვინეის მაგალითის საფუძველზე გააკრიტიკეს, სადაც ოჯახები დედაზეა ცენტრირებული და არა მამაზე. აქედან გამომდინარე, მისი თეორია მამაზე ცენტრირებული ოჯახისა ყველა კულტურისათვის ვერ იქნება დამახასიათებელი. ამრიგად, კულტურული მიმდინარეობა მიიჩნევს, რომ ვთქვათ, ფსიქოდინამიკური მიმდინარეობის ზოგიერთი დებულება არასწორია და ის შეიძლება სადაო იყოს, არასწორია იმიტომ, რომ ის შეიძლება სადაო იყოს სხვადასხვა კულტურის ერებისათვის. კულტურის სხვადასხვაობა და სიმდიდრე გათვალისწინებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის გამოცდილების შესახებ დასკვნების განზოგადებას ვახდენთ. ეს მხოლოდ გაამდიდრებს თანამედროვე
კვლევებს და მას უფრო, ესე ვთქვათ, დღევანდელი თვალთახედვით, უფრო დამაჯერებელს გახდის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.